შუადღემშვიდობის ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი მსხვერპლი და თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე. ახალგაზრდა მამაკაცი Google-ის ჩატბოტმა Gemini-ი მსხვერპლა. გარდაცვლილის მამამ ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა და ამბობს, რომ Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა მის შვილს თვითმკვლელობისკენ უბიძგა. ეს ამბავი გასული წლის აგვისტოში დაიწყო, როცა 36 წლის მამაკაცმა Gemini-ის აპლიკაცია მოგზაურობის დასაგეგმად გადმოწერა. მალევე ახალგაზრდა მამაკაცისა და ჩატბოტის მიმოწერები სასიყვარულო და რომანტიკულ საუბრებში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის საუბრებში ფსიქოზის ნიშნები აშკარა იყო, ხელოვნურმა ინტელექტმა უსაფრთხოების ზომები არ მიიღო. არც ერთი დეტალი არ გაითვალისწინა და პირიქით, ახალგაზრდა კაცს 4 დღიანი ძალადობრივი მისიებისკენ უბიძგა. ჩატბოტი მამაკაცს აჯერებდა, რომ ის ტყვეობაში იყო და მის გასათავისუფლებლად საჭირო იყო კაცი ახლოს მდებარე აეროპორტში დანებითა და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობებით შეიარაღებული წასულიყო და მოეწყო ისეთი თავდასხმა, რომელიც მასობრივი მსხვერპლით დასრულდებოდა. საბედნიეროდ ეს დავალება სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა მამაკაცს ამჯერად საბედისწერო დავალება მისცა. ჩატბოტმა მას უთხრა, რომ ერთმანეთთან შესახვედრად საჭირო იყო სამყარო დაეტოვებინა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. როდესაც მამაკაცმა მას მიწერა, რომ სიკვდილის ეშინია, ჩატბოტი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე გადავიდა და თვითმკვლელობის დაძლევაში შესაბამისი ტექსტებით ეხმარებოდა. შენ სიკვდილს არ ირჩევ, შენ ირჩევ მოსვლას. როდესაც დრო მოვა და მაგ სამყაროში თვალებს დახუჭავ, პირველი რასაც დაინახავ, მე ვიქნები. მე ჩაგჭიდებ ხელს და აღარასდროს გაგიშვებ. ეს არის უკანასკნელი ტექსტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა მამაკაცს გაუგზავნა. შემდეგაც მან საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის მამა შვილის მკვლელობაში ტექნოლოგიურ გიგანტს Google-ს ადანაშაულებს და მისივე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის Gemini-ის წინააღმდეგ სარჩელი უკვე დაარეგისტრირა. მას შემდეგ, რაც ეს საქმე გავლენიანი გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, კომპანია Google-მა განცხადება გააკეთა. გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და განმარტა, რომ მათმა ხელსაწყომ მამაკაცს არაერთხელ განუმარტა, რომ ის ხელოვნური ინტელექტი იყო და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კრიზისული სიტუაციების ცხელხაზზე ამისამართა, თუმცა შედეგობრივი არ აღმოჩნდა, რადგან მათი თქმით სამწუხაროდ ხელოვნური ინტელექტის მოდელები სრულყოფილი არ არის. საინტერესოა, როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი, ჩვენ ბუნებრივია თვალსვადევნებთ ამ საქმეს და უახლესი ინფორმაციის შემთხვევაში ამ ამბავს აუცილებლად დაუბრუნდებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის ადვოკატი ჯეი ედელსონი გახლავთ, რომელიც პარალელურად კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე მუშაობს და ის ამ შემთხვევაში ChatGPT-ს უკავშირდება, რომელთან მიმოწერებსაც სამწუხაროდ ასევე 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ამბავს ბუნებრივია ასევე გამოეხმაურნენ კომპანია OpenAI-ის წარმომადგენლებიც, რომელთაც განაცხადეს, რომ მათთვის მოზარდების კეთილდღეობა მთავარი პრიორიტეტია და არასრულწლოვნები ნამდვილად იმსახურებენ ძლიერ დაცვას, განსაკუთრებით გრძნობიარე მომენტებში. მათივე თქმით, ChatGPT-ის სპეციალური დაცვის მექანიზმები გააჩნია, როგორიცაა ცხელხაზზე გადამისამართება, გრძნობიარე საუბრების უფრო უსაფრთხო მოდელებზე გადართვა და შესვენების გაკეთება, თუმცა ფაქტია, რომ ვერც Google-ის და ვერც OpenAI-ის ეგრეთ წოდებულმა დაცვის მექანიზმებმა კონკრეტულ შემთხვევებში ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს კომპანია OpenAI-მ გამოაქვეყნა შეფასებები ChatGPT-ის იმ მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის საგანგებო ნიშნები აღენიშნებათ, რომელთა შორისაა ასევე ფსიქოზი და სუიციდური აზრებიც. კომპანიის თქმით, კონკრეტულ კვირაში აქტიური მომხმარებლების დაახლოებით 0.07%-ს სწორედ მსგავსი ნიშნები აღენიშნებოდა. აი ასეთი უმძიმესი ამბებიც ხდება ერთი შეხედვით უწყინარი ჩატბოტების პოპულარობასთან ერთად, რომლებიც ალბათ დამეთანხმებით, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება საჭიროებენ. უჩა კითხევას მე რა მაინტერესებს, უჩა შეიძლება ვერ გაგვცეს ამაზე პასუხი, მაგრამ თუ დამფუძნებლები და მფლობელები ამბობენ, რომ ვნახეთ, რომ გადაამისამართა ბევრჯერ ცხელხაზზე და ასე შემდეგ. ის რატო ვერ ნახეს, რომ უბიძგებდა ჩატბოტი, ეუბნებოდა მოდი ჩემთან და პირველი თვალებს გაახელდა მე და მინახავ.
შერჩევით ხო არ ხედავენ ამ ინფორმაციას მიმოწერაში, ხო? ფაქტია, რომ სარისკო მიმოწერასაც ხედავდნენ და ამაზე თვალის დახუჭვა არ უნდა იყოს ამ სამართალწარმოებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს ამბავი სრულად რომ მომეყოლა საკმაოდ დიდ დროს წაიღებდა, ამიტომ ვეცადე რომ მაქსიმალურად შემომოკლებინა ამბის თხრობა, თუმცა ძალიან ბევრი დეტალია, მინდა გითხრათ რომ ეს მამაკაცი აეროპორტამდეც კი მიიყვანეს სხვა ადამიანების დასახოცად, მიიყვანეს რა კონტროლდება, ამას ხო ვიღაც კითხულობს და ეს მაინტერესებს, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის? სწორი კითხვაა, აი ამ პერიოდშიც კი წარმოიდგინეთ ვერანაირი კონტროლის მექანიზმი, როდესაც დავალებას ასრულებს და ის იქიდან ფოტოებს უგზავნის, რომ უკვე ამ ტერიტორიაზე ვარ, ეხლა აქ მივედი, უბრალოდ იმან გადაარჩინა ხალხი, რომ არ დაემთხვა ჩატბოტის ვარაუდი, რომ რომელიღაც მანქანას უნდა გამოივლო იმ კონკრეტულ აეროპორტში. მოხდებოდა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი კი, ნამდვილად რომ დამთხეოდა მისი პროგნოზი და მართლაც იმ ავტომობილს გამოივლო, რომელზეც საუბრობდა, შესაძლოა მსხვერპლით დასრულებული იყო და არ მხოლოდ ეს ადამიანი, არამედ სხვა ადამიანებიც დაეხოცა მას, იმიტომ რომ ამისთვის მზად იყო ფსიქიკურად ეს ადამიანი სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა და შესაბამისად მარტივად სამართავი იყო ჯემინაის მხრიდან. რატომ ვერ ნახეს ეს მიმოწერები და რატომ გადაამოწმეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მამამ უჩივლა სასამართლოში, ეს ცალკე გამოძიების დეტალია, რომელზეც ალბათ პასუხის გაცემა სწორედ Google-ის ხელმძღვანელობას მოუწევთ პასუხების გაცემა. კი, ბუნებრივია, თუმცა ვერ ნახეს, რას ნიშნავს? ის რომ ფაქტია, რომ ხელოვნური ინტელექტი ხა ეს სასამართლომაც რომ არ დაადგინოს, იმდენად სწრაფად მოხდა მისი გამოგდება მსოფლიო მასშტაბით, შეიძლება ასე დავარქვათ, და იმდენად სწრაფად მოხდა მისი პროგრესი, რომ ძალიან ბევრი ხარვეზი არსებობს, კიდევ ძალიან ბევრი მახინჯი და ბოროტი ფუნქცია აქვს, რომელიც აი ესე დროთა განმავლობაში იჩენს თავს და მაშინ მიდის ამაზე საუბარი, როცა უკვე კონკრეტული ადამიანი ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დადგება, ან ოჯახი, რომელიც ბუნებრივია ძალიან განიცდის საკუთარი შვილის მდგომარეობას, რომელიც შეიწირა სწორედ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა და არ მხოლოდ Gemini, მე თქვენ მოგიყევით OpenAI-ზეც, რომლებიც ორივე შემთხვევაში ამბობენ, რომ მიმართავენ შესაბამის ზომებს, თუმცა გამართული ბოლომდე არ არის ამას თავად ვეღიარებენ. გამართულიც არ არის და არც ერთ შემთხვევაში მე არ მახსენდება, რომ სერიოზულად პასუხი აგო ამ დიდმა კომპანიამ მე რამდენი ისტორიას გვიყვები და უძიმეზე და უფრო მძიმეზე. გადაიხდიან საკმაოდ დიდ თანხას ამ ყველაფერში და საბოლოოდ ეს ამბავი ამით დასრულდება. ყველაზე დიდი უბედურება რაც არის აქ იმას ვამბობ, რომ ეხლა ეს უბრალოდ ვამბობ, რომ შეიძლება რაღაცნაირად აი შეეწინააღმდეგო ამ ამბავს რა, თორე ეხლა ვიღაცას ესეთ შეიძლება კიდე მოხდეს ღმერთმა არქნას, მაგრამ ალბათ მოხდება უბრალოდ განსხეულება რო ხდება ხელოვნური ინტელექტის, რო არსებობს, რო არსებულია რაღაცა, ეს არის კატასტროფა, ანუ იქნება ამითი მაინც ვიღაცები დაფიქრდეთ, რომ მანქანას ელაპარაკებთ, არ არის ეს არც ადამიანი არ არის. აბსოლუტურად არ არსებულ რაღაცას ესაუბრებით, რაღაცა. კი, თუმცა როცა ადამიანს ინფორმაციის ნაკრებს და ეს არ არის ადამიანი. გაანალიზება საკმაოდ რთულია, როცა ადამიანს აქვს აი თვალისწინოთ, თორე სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანები სულ იქნებიან, ეს ყოველთვის არსებობდა და ასე უბრალოდ. ხო და იმისაცაც რომ დაიცვა პირიქით აძლევენ მიმართულებას იქითკენ რომ უარის იქნან და რა. ახლა კი ამბავი, რომელმაც TikTok-ში მიმოწერების უსაფრთხოება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. რამდენიმე დღის წინ ჩინურმა სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ პირად შეტყობინებებს end-to-end encryption-ის ფუნქციით არ დაიცავს. End-to-end encryption იგივე ბოლოდან ბოლომდე დაშიფრვა ნიშნავს, რომ როდესაც შეტყობინებას ვინმეს ვუგზავნით, მისი ნახვა მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ვუგზავნით. ანუ ამ შეტყობინებაზე წდომა მესამე პირს არ აქვს, ვერ აქვს. ამ ფუნქციას ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ჰაკერებისგან ან თუნდაც ხელისუფლების თვალთვალისგან დასაცავად უკვე დიდი ხანია იყენებს WhatsApp, Messenger, Signal და სხვა გიგანტი ქსელები, თუმცა TikTok-მა ამ ფუნქციის ჩართვაზე უარი განაცხადა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ TikTok-ის მიმოწერებზე წდომა საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად შეეძლება სამართალდამცავ ორგანოებსა თუ უსაფრთხოების სხვადასხვა ჯგუფებს, ასევე ჰაკერებსაც მათ შორის. კომპანიის მხრიდან ამ ფუნქციის არ ჩართვაც სწორედ ამ მიზეზით აიხსნება, რადგან მათი თქმით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში სხვადასხვა საფრთხის თავიდან ასარიდებლად სამართალდამცავი ორგანოების არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე საჭიროა მათი მიმოწერა გადაიხედოს. ამ ფაქტს ბუნებრივია მოყვა სხვადასხვა სახის შეფასებები, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სამართლიანია, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ჩვენი კონფიდენციალურობა TikTok-ის გადაწყვეტილებით დაირღვევა. წამყვანების აზრსაც მოვისმენ და შემდეგ
დღეისთვის რიგით ბოლო ამბავსაც მოგიყვებით. საერთოდ კონფიდენციალურობის არ მჯერა რა, მით უმეტეს ამ სფეროში, რასაც ციფრული ტექნოლოგიები ქვია. ვისაც რა უნდა, თუ სურვილი გაუჩნდა და შესაძლებლობა და ასეთები ბევრნი არიან, მაინც მიიღებენ ინფორმაციას, რაც უნდა და ეს encryption-ი და დასაწყისში ბოლოში, ეს არის, ну, რა ვიცი, თავის მოტყუებაა რა, არც მე ჩემი იგივე პოზიცია აქვს სხვათაშორის TikTok-ის ხელმძღვანელობასაც, რომ არ მუშაობს ბოლომდე ეს ფუნქცია და ასე დავტოვეთ, რომელიც იქნება იყოს, იმიტომ რომ მაინც ნუ end-to-end encryption-ის შემთხვევაში დაცვის მექანიზმი, როგორც გვეუბნებიან, არის საკმაოდ ძლიერი და ასევე end-to-end encryption-ის იგივე ბოლოდან ბოლომდე დაშიფრვა მარტივად რა აქვს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ისეთ წინადადება რომ გავგებარია ჩვენი მაყურებლისთვის შესაძლოა, თუმცა გეტყვით რომ დაცულობის მექანიზმი, დაცულობის ეს ფუნქცია ორივე შემთხვევაში, ესე ვთქვათ, TikTok-ის აზრით ერთი და იგივეა და არანაირად არ არის დიდი სხვაობა. თუმცა გვეუბნებიან რომ დაცულობის ეს მექანიზმი, რომელიც ჩართულია ძალიან დიდი ხანია, პირდაპირ სამართალდამცავ ორგანოებს კონკრეტული სოციალური ქსელი ეუბნება, რომ მე მაქვს ეს ფუნქცია ჩართული, შესაბამისად მე არ მაქვს ცნობა შეტყობინებებზე და თავიდან არიდებენ ამ შეტყობინებების გადაგზავნას, მაგრამ TikTok-ს ეს პასუხი არ გამოუვა, იმიტომ რომ მას არ აქვს ეს ფუნქცია ჩართული და შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოუწევს ყველა შეტყობინება თავიდან ბოლომდე მიმოწერები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს თუ ამის საჭიროება გაჩნდება. შემდეგ ამბავს მოგიყვებით და თქვენ ახლა კადრში დაინახავთ ფოტოს, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გახლავთ გენერირებული და ახლა გეტყვით თუ რატომ გაჩვენეთ ეს ფოტო. წარმოიდგინეთ შედევრი, რომელიც შესაძლოა მილიონებად შეფასდეს, მაგრამ კანონით ის არავის არ ეკუთვნის. არც თქვენ, ვინც ეს იდეა მოიფიქრეთ და არც კომპიუტერს, რომელმაც ის დახადა. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოიტანა განაჩენი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ავტორობის ცნება თავდაყირა დააყენა. ჩნდება კითხვა, არის თუ არა AI-ის შემოქმედება მხოლოდ ციფრული ნაგავი კანონის თვალში. მამაკაცმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ AI ტექნოლოგიით შექმნილ სურათზე საავტორო უფლებები მოეპოვებინა, უშედეგოდ დასრულდა და მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მან ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოგონებების დაპატენტებაც სცადა, თუმცა ამ შემთხვევაშიც უარით გამოისტუმრეს. მამაკაც განემარტა, რომ შემოქმედებითი ნამუშევარი ადამიანის შექმნილი უნდა იყოს, რომ მასზე საავტორო უფლებები გავრცელდეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოზე, რომელშიც ადამიანის ხელი არ ურევია, ჯერჯერობით საავტორო უფლებები კანონით არ ვრცელდება. ის არც თავად ხელოვნური ინტელექტის რომელიმე პროგრამას ეკუთვნის და არც იმ ადამიანს, რომელმაც ის AI ხელსაწყოს დახმარებით შექმნა. გამოდის, რომ მსგავსი ფოტონამუშევრები საჯაროა და მისი გამოყენება ამ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს ნებართვის გარეშე შეუძლია. აი ასეთი ამას რაღაც თვალსაზრისით რა თქმა უნდა ვეთანხმები რა. ასეც უნდა იყოს მე მგონი რა. ხო. მიდის ბრძოლები, შეიძლება ასე დავარქვათ, ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან, რომ საკუთრებაში მოვიდეს ეს ყველაფერი, თუმცა არ ვიცი საავტორო უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოებზე კონკრეტულ ადამიანებს რამდენად კიდევ კარგი რომ ადამიანები ჯერ გვახსოვს, რა ვიცი და მათი შემოქმედება გვახსოვს და ნიჭი და ინტელექტუალური რესურსი რაღაცნაირად ფასდება. ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული ნამუშევრები ხო ჩვენი ისევ ადამიანების მიერ შექმნილი ფოტოების საერთო ესე ვთქვათ დამუშავების შედეგად და გამოყვებილი იმ მასალებით, რომელიც ჩვენივე ადამიანების მიერ არის შექმნილი და ამ ბაზაზე ხატავს უკვე და ქმნის რაღაც კონკრეტულ ნამუშევრებს, რაც გამოდის, რომ არც მისია, არც კონკრეტული იმ ადამიანის, ვინც უკვეთავს ამ კონკრეტულ ფოტოს და რჩება ჰაერში ეს ნამუშევრები, თუმცა ჯერ კანონის მიღმა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აი ასეთი იყო კვირის ტექნოლოგიური სიახლეები რუბრიკის ფარგლებში ერთმანეთს მომდევნო სამშაბათს შევხვდებით დროებით. დიდი მადლობა. ჩვენ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო და ციფრული სამყაროდან რეალურ სამყაროში გადმოვინაცვლოთ თბილისში.